რა უნდა ვიცოდე აი პირველ რიგში, სანამ აი უძრავ ქონებაში ინვესტირებას დავიწყებ. აი რა არის ის პირველი, რაც აი აუცილებლად უნდა გავითვალისწინო, სანამ მაგ მიმართულებით შევალ. პირველი ალბათ ის რომ განსაზღვრო სტრატეგია. უძრავ ქონებაში გინდა აქაც არის ორი სტრატეგია უძრავ ქონებაში ინვესტირების. ერთი მოკლევადიანი ინვესტირება, ერთი გრძელვადიანი. მოკლევადიანი ინვესტირება არის ვიყიდე, გავაჯანსაღი გავყიდე. გაჯანსაღებაში იგულისხმება შავი კარკასი ვიყიდე, გავარემონტე და გავყიდე, ან რაღაცა ცუდი ფართი ვიყიდე, ისეთი რომელიც რაღაც კედლები ჩამონგრეული იყო და დავინახე მე შესაძლებლობა ხელი შევავლე კარგად კომერციული თვალსაზრისით მე მაღაზიას მივაქირავე, გავარემონტე და ასე შემდეგ და მე გავყიდე. და მეორე სტრატეგია არის გრძელვადიანი. ანუ მშენებარე ობიექტი ვიყიდე, 2-3 წელი დავალოდე, შემდეგ ჩამბარდა, შემდეგ გავარემონტე, ეს ბინა იაფად ნაყიდი, იმიტომ რომ მშენებლობის დროს იაფად ვიყიდე, მე გავაქირავე, ავეჯით მოვაწყე ნენელა და 4 წლის თავზე, 3 წლის თავზე გავაქირავე და შემდეგ ის იჯარის შემოსავალს ვაგროვებ, ბანკის ეს ხვიხთიან, ვაგროვებ და პლუს უძრავ ქონებასაც ფასი ემატება. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია. აი ეს უნდა აირჩიო პირველ რიგში, რომ დღესვე გინდა რაღაცა 2 კაპიკი შოვნა, თუ გინდა დააინვესტირო, ბევრი ვერაფერი ვერ იშოვო ყოველთვიურად, მაგრამ ფასი ძვირდებოდეს. ამორის არჩევის შემდეგ უკვე როცა განსაზღვრავ, მერე უკვე იწყება იქ ქვესტრატეგიები. თუ გინდა გესაუბრები ამ ქვესტრატეგიებს. თქვათ მეორე რო დავიწყო, თქვათ ყიდულობ და გრძელვადიანად ფიქრობ, ხო? ამ შემთხვევაში უნდა აირჩიო ისეთი უძრავი ქონება, რომლის ფასიც გაძვირდება. არა ისეთი, რომ დღეს ვიყიდო და ხვალ გადავყიდო, რაღაცა $10,000 მოუგო, არამედ ისეთ უბანში უნდა ვიყიდო, ისეთი პროექტი უნდა ვიყიდო, ისეთი სამშენებლო კომპანიისგან, რომლის ფასიც კი არ დაეცემა შემდეგ, არამედ პირიქით აიწევს და გაძვირდება. პერსპექტიული უბანი რომელია, რომელი უბანი ვითარდება ეხა, რომელს ემატება, რომელი პირიქით გადავსებულია და იქ აღარ უნდა ხალხს ცხოვრება. ეს ყველაფერი კვლევა უნდა ჩაატარო, ეს ყველაფერი განსაზღვრო და გაითვალისწინო. და ამის მიხედვით დააინვესტირო ისეთ უძრავ ქონებაში, რომელს გეცოდინება, რომ 5 და 10 წლის მერეც ფასი ექნება და პირიქით გაძვირდება. და ყოველთვის ყველანაირი უძრავი ქონება ერთნაირად არ ძვირდება. და ზოგადად რომელი ჯობია ხოლმე, ხო არის ეგეთი ხშირად მსმენია, რომ ყველაზე იაფიან უბანში რო ვიყიდო, ძალიან ძვირიანი ბინა. ერთი ეგ ვარიანტია და მეორე პირიქით ყველაზე ძვირად ღირებული ბინებისაცაა, ეგეთ უბანში ვიყიდო, ყველაზე იაფიანი ბინა. ეგეთ დროს ყველაზე კარგი არჩევანი რომელია ხოლმე მაინც? მე მაინც ვემხრობი, მან ყოველთვის იყოფა ხოლმე აზრები, მაგრამ მე ვემხრობი ყველაზე ძვირიან უბანში ვიყიდო ყველაზე იაფიანი ქონება. გეტყვი რატომ? უფრო არ დაკარგავს აქტუალურობას ის ქონება და იქნება ყოველთვის მოთხოვნადი, ვიდრე იაფიან უბანში ძვირიანი ქონება. მოდი მაგალითებიც განვიხილოთ, მაგალითად, არ ვიცი, ყველაზე იაფიანი უბანი რომელი არის დღეს ვარკეთილი, ალბათ ვაზის უბანი ვარკეთილი, ხო? დღეს თბილისში, ხო? თბილისის უბნები რო ავიღოთ. აი ვაზის უბანში რო მაგალითად ვიყიდო ძალიან კარგი ბინა, ძალიან მაგარი რემონტით, მაგარი ტექნიკით, ავეჯით, მაგარ კორპუსში და ასე შემდეგ კვადრატულში გადავიხადო $2,000. პირობითად როცა ვაზის უბანში სტანდარტულად $1,000 ღირს კვადრატული. იმას ფასი დიდი ალბათობით აღარ მოემატება. თუ ვაზის უბანი არ განვითარდა და ძალიან დიდი აღმასვლა არ გააკეთა. მაგრამ თუ ვიყიდი მე რუსთავის პროსპექტზე, მაგალითად, სადაც უკვე კვადრატულის ფასმა ზედ ქუჩაზე კომერციული ფართების ფასმა დაახლოებით $12,000-14,000-ზე ავიდა უკვე კვადრატული მეტრის ფასი, არა $10,000-ზე ზევით დღეს უკვე $10,000-ზე ხვევით კვადრატულს აღარავინ აღარ ყიდის ზედ ქუჩაზე, რომელი ფართიც გამოდის. აი მანდ თუ ვიყიდი მე პირობითად რაღაცა $7,000-6,000 კვადრატულს, რაღაც ნახევარ სარდაფს ან რაღაცა მაგის მსგავს, მაგის ფასი სავარაუდოდ გაიზრდება, იმიტომ რომ იმას გავაჯანსაღებ, ცოტას ხელშეოლებ, გავარემონტებ, ხვალ იმ ნახევარ სარდაფში, იმიტომ რომ ფართები ცარიელი ფაქტიურად არ არის რუსთაველზე, ან როგინელის მაღაზიის ან კაფის გახსნა ცარიელ ფართს ვერ ნახავ, რომ აი არ ჩამოირო ფეხით და ხვალდაზე იმ ნახევარ სარდაფზეც ვიღაცას რაღაცა მოუნდება, რაღაცის გახსნა. გაქირავდება და შესაძლოა ფასი აეწევა და მე უფრო ძვირადაც გაყიდი. ან
თუნდაც გაყიდვა არ მოინდომა დროთა განმავლობაში რუსთაველის გამზირი ყოველთვის რუსთაველის გამზირი იქნება ნებისმიერ დიდ ქალაქში ავიღოთ, არ ვიცი, პარიზი ავიღოთ, მადრიდი ავიღოთ თუ მილანი თუ ესე ცენტრალურ ქუჩებს როგორც ავდა დაძველდა შენობები ფასი არ უვარდება არასდროს, იმიტომ რომ ყოველთვის მოთხოვნადია. დღეს თუ დაიკეტა ერთი კაფე ან ერთი ბარი, ზუსტად ერთ კვირაში ახალი მოიჯარე მოვა და გეტყვის რომ მე მომაქირავე, მე ავამუშავებ ამ ფარში კაფეს და ბარსო. ანუ არასდროს ცარიელი არ რჩება, ყოველთვის მოთხოვნა არის. ამიტომ მაინც ესეთ ლოკაციას, ანუ უფრო ძვირიან უბანში იაფიან ფართს ვამჯობინებ მე, ვიდრე იაფიან უბანში ძვირიან ფართს.